დილიდან ჩხრეკა მიმდინარეობს საქველმოქმედო ფონდების დამფუძნებლების საცხოვრებელ სახლებში. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ნანუკას ფონდის დამფუძნებელმა ნანუკა ჟორჟელიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. ჩხრეკა მიმდინარეობს ასევე ლაშა არველაძის სახლშიც, რომელიც ფონდ პროსპერიტი ჯორჯიას დამფუძნებელია. საქველმოქმედო ფონდების ხელმძღვანელების სახლების გარდა ჩხრეკა ჩატარდა სამოქალაქო აქტივისტის მარიამ ბაჯელიძის სახლში. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ჩხრეკას ატარებენ ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორის ალეკო ცქიტიშვილის სახლშიც. დეტალები თათია ტაბეშაძე შემოგვიერთდება. ახლა პირდაპირ ეთერში და ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის თათია, გისმენთ. ამ დროისთვის ჩხრეკა მიმდინარეობს. ამ დროისთვის ჩხრეკა მიმდინარეობს დედაქალაქში 4 მისამართზე. 4-ვე პიროვნება არის ფონდის დამფუძნებელი, მათ შორის არის ნანუკას ფონდის დამფუძნებელი, თავად ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელთანაც ჩხრეკის პროცესში ამ წუთებში იმყოფება 2 ადვოკატი და მისი ოჯახის წევრები. ჩვენ ასევე მისი შვილის მხრიდან შევიტყვეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ უშვებენ მის კუთვნილ ბინაში, რომელიც მდებარეობს დედის მიმდებარედ ახლოს ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ჩხრეკა მიმდინარეობს ასევე ლაშა არველაძის ფონდ პროსპერიტი ჯორჯიას სახლში, რომელიც არის ფონდ პროსპერიტი ჯორჯიას დამფუძნებელი და ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორის ალეკო ცქიტიშვილის სახლში. რაც შეეხება მეოთხე ლოკაციას, ჩხრეკა ჩატარდა სამოქალაქო აქტივისტის მარიამ ბაჯელიძის კუთვნილ ბინაში. აქ უკვე ჩხრეკა არის დასრულებული დანარჩენი 3 პიროვნებისგან განსხვავებით. ჩვენ ვესაუბრეთ ბაჯელიძის ადვოკატს, რომელიც ამბობს, რომ ის ფაქტობრივად დასრულებულ ჩხრეკაზე მივიდა, ვინაიდან პროკურატურის წარმომადგენლები ბაჯელიძის თხოვნის მიუხედავად არ დაელოდნენ ადვოკატის ადგილზე მისვლას. რაც შეეხება უშუალოდ აქ უკვე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზეზს, როგორც ადვოკატი ამბობს, ეს უკავშირდება არასამთავრობო ორგანიზაცია სირცხვილიასა და მარიამ ბაჯელიძის თანამშრომლობას, თუმცა ადვოკატის ინფორმაციით მას უყვირს, რატომ მივიდნენ პროკურატურის წარმომადგენლები საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, მაშინ როდესაც მისი ინფორმაციით საერთოდ აღარ არსებობს ორგანიზაცია სირცხვილია და ასევე ადვოკატის ინფორმაციით ჯერ კიდევ სირცხვილიას გაუქმებამდე ბაჯელიძეს 1 წლით ადრე აღარ ჰქონდა კონტაქტი უშუალოდ ამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან. 4-ვე მათგანი საერთო ჯამში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ყველაფერს უკავშირებს გარკვეულწილად პოლიტიკურ დევნას. რაც შეეხება პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას, მე მაყურებელს შევახსენებ, რომ რამდენიმე თვის წინ დაიწყო ამ 4 ფონდთან დაკავშირებით გამოძიება, მათი ანგარიშები იქნა დაყადაღებული. მაშინ საგამოძიებო ორგანომ თქვა, რომ გამოძიება უკავშირდება ამ ფონდების მხრიდან გადარიცხული თანხებს, რომელთან დაკავშირებითაც გამოძიებას აქვს კითხვის ნიშნები, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს თანხები ირიცხებოდა აქტივისტების დასახმარებლად, იგულისხმებიან აქტივისტები, რომლებიც ბოლო დროს ანტისამთავრობო აქციებზე იღებენ მონაწილეობას, მათ შორის იყენებდნენ ფოიერვერკებს პოლიციელების წინააღმდეგ და მათ შორის მაგალითად მოჰყავს საგამოძიებო ორგანოს ის, რომ ფოიერვერკების გამოყენების შედეგად დაშავდა რამდენიმე პოლიციელიც კი, ამიტომ პროკურატურა მიიჩნევს, რომ ამ ფონდების მხრიდან ხდება ძალადობის წახალისება, როდესაც ისინი თანხებს ურიცხავენ აქტივისტებს, თუმცა სრულიად განსხვავებული არის თავად ფონდის დამფუძნებლების პოზიციები. ერთადერთი კომენტარი რაც შეიძლება ამაზე გააკეთო, როგორც ფონდის დაყადაღება იყო სიგიჟე, ზუსტად ისეთივე სიგიჟეა ახლა ეს ჩხრეკები ამ ფონდების დამფუძნებლების საცხოვრებელ სახლებში. რაც შეეხება ჩხრეკის პროცედურას, როგორ მიმდინარეობს, არა მაქვს ინფორმაცია. სუსი რატომ არის ეს გასარკვევია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ როგორც ჩემთვის ცნობილია, გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება. ადვოკატები არ დაასწრეს ჩხრეკას. 8 საათზე ჩხრეკა დაიწყო. 11 საათზე მოახერხა პირველმა ადვოკატმა შესვლა. არასრულწლოვანი ბავშვია სახლში, დაულუქეს ყველას ტელეფონი. გვიან მოახერხა ნანუკა მამამისის ტელეფონი და ლაივში გასვლა. ანუ ვითარება მოსკოვია, ეს თუ რა ხდება, რა უბედურება ხალხს. ერთი ჟურნალისტია, რომლის ტელეფონის ჩამორთმევა უბრალოდ ფიზიკურად არ შეიძლება.
ჟურნალისტური საიდუმლოება შეიძლება იყოს შიგნით და დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. საქართველოს ბელორუსი არ არის, უნდა დავივიწყოთ ეს ფრაზა. საქართველოს ბელორუსია, მეგობრებო. ბელორუსია ჩვეულებრივად, თუ ბელორუსი არ არის, ეს შეიძლება მხოლოდ ჩვენი რეაქციით გამოჩნდეს. აი ეს ბელორუსია, აბა ვინ არიან ეს? ხალხო, რობოტები ხო არ ხარ? ვერ შეგიშვი. რატო ჩემს სახში რატო ვერ მიშვენ? რა ჩემს სახში ვერ მიმდინარეობს ჩემ გარეშე და ადვოკატის გარეშე. დასრულდება და მიმზადდება. ჩემ და ადვოკატის გარეშე მიმდინარეობს. სასაცილო ამ ყველაფერში არის ის, რომ სირცხვილია როგორც ორგანიზაცია აღარ ფუნქციონირებს. შესაბამისად, რას იძიებენ კაცმა არ იცის, ადვოკატის გარეშე კარებს არ გაუღებ არავის და შესაბამისად ადვოკატის გარეშე ვერც ვერ დაიწყებენ, იმიტომ რომ ჩემს სახლში ჩემს სახელზეა ეს სახლი, მაგრამ ცხოვრობს ბიძაჩემი. შესაბამისად, ბიძაჩემის სახლს ჩხრეკენ ფაქტობრივად და ადვოკატის გარეშე ვერ შევნენ შიგნით. ავედი უკვე დამთავრებულ ჩხრეკაზე. ჩხრეკას ეხლა რაც შეეხება თვითონ ჩხრეკას. ჩხრეკა განჩინების საფუძველზე ჩატარდა, თუმცა ეს განჩინება გაცემულია 2 აპრილს. 2 აპრილიდან დღემდე გასულია 27 დღე, ხო? ეს 29 აპრილი გვაქვს. ეხლა რაღაც ძალიან რომ გაინტერესებს, თუ ძალიან გაინტერესებს, სავარაუდოდ მეორე, მესამე ან მაქსიმუმ მეოთხე დღეს მოახერხებდა ამ ხელა პროკურატურა მოსვლას და მარიამის ტელეფონის წაღებას. მე ხა მართლა არ გამიკვირდება რომ ისეთ იმ შიშის თვალებით რა შიშიც აქვს ბიძინა ივანიშვილს აღმოაჩინონ რომ ალეკოს დიდი ღომში აგერ სპილო ყავდა ოთახში. იმიტომ რომ შიში პარანოიული შიში ხელისუფლებისა რომელმაც იცის რომ ის არაპოპულარულია რომელსაც სანთლით აქვს საძებნელი ადამიანი რომელსაც ის მოწონს. დარწმუნებული ვარ აი ამ პოლიციელებსაც არ უნდათ რომ ქართველები ვიყოთ თითებზე ჩამონათვალი. აი დარწმუნებული ვარ. დილის 8 საათიდან განჩინების საფუძველზე პროკურატურა ატარებს საგამოძიებო მოქმედება ჩხრეკას 3 მისამართზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ერთ ლოკაციაზე კი ეს არის მარიამ ბაჯელიძის საცხოვრებელი სახლი უკვე დასრულებულია. ჩხრეკა როგორც ჩვენ უშუალოდ აი ამ ადამიანების მიერ Facebook სოციალურ ქსელში გაშვებული Facebook Live-ის საშუალებით შევიტყვეთ, პროკურატურა ორიენტირებული არის ელექტრონულ მოწყობილობებზე, ძირითადად მათ სურთ ლეპტოპების და მობილური ტელეფონების ამოღება. როგორც უკვე გითხარით, მარიამ ბაჯელიძის საცხოვრებელ სახლში არის ჩხრეკა დასრულებული და სწორედ მისი ადვოკატის მხრიდან შევიტყვეთ, რომ აი აქ ამ მისამართზე ამოღებული არის ლეპტოპი და მობილური ტელეფონი. გმადლობ თათია ტაბიშაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.